მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო პალიტრას FM 103.9-ზე, გვიყურებთ პალიტრა TV-ზე, ეს არის გადაცემა პროვოკატორი. დღეს სანდრო ბრეგაძეა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბატონო სანდრო, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დიასპორისა და რაღაც ხელი სახელი აქვს. დიასპორა ასე შეიძლება ხო? მინდორ რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი ყავს, ერთი არის შერიგების და რაღაცების მინისტრი, იმას ვეძახით. შერიგების მინისტრი და ევროინტეგრაციის და დიასპორის მინისტრის მოადგილე. ამ შემთხვევაში ფუნქცია შენი ის ქონა სახელი დარქმეული. ხო. არა, ყოველ შემთხვევაში ფუნქცია გასაგებია. რა ხდება ჩვენს დიასპორაში, იქნებ ჯერ პროფილით დავიწყო და მე მართლა ძალიან ბევრი კითხვები დაგვროვდა ამ სფეროშიც და თქვენთან პირადადაც, როგორც ვიცი, რაღაც ინფორმაციებიც გაქვთ და რაღაცებს კიდე ჭორად ამბობენ და უნდა გადავამოწმო. დიასპორებთან რა ხდება? კი ბატონო, დიასპორებთან რა ხდება და ჩვენი ერთგვარი უკანასკნელი წლების ტრაგედია არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ადამიანები არ არიან კარგი სოციალური გარემოს გამოწასულები საქართველოსთან და არც იქ არ იმყოფებიან, სადაც ისინი არიან კარგ და ნორმალურ სოციალურ გარემოში. აქ არ არის საუბარი რამოდენიმე ათას ადამიანზე, არამედ ეს ციფრი შენ შემთხვევაში მილიონამდეც კი მიდის სოფლის სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი რა თქმა უნდა არიან ძირითადად თავმოყრილი საბერძნეთში, რუსეთის ფედერაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ არსებობს ალბათ ევროპაში ქვეყანა, სადაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენელი არ მოღვაწეობდეს. ჩვენ ამ ბოლო ხნების მოდით პირდაპირ ვიტყვით, ეს სამინისტრო თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილი იყო ერთ-ერთი მიზნით, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ წასული ქართველების ხმები არჩევნების დროს მოეპოვებინა ნაციონალურ მოძრაობას. ლეგალურად ვინც არ არის ის მათ ხმის უფლება, მე როგორც ვიცი, არ ქონდა და ღირდა იმ მცირე რაოდენობისთვის. არ არის ეს მცირე რაოდენობა. რამდენი რებს ხო რადონ სანდრო მონაწილეობს? ეხლა წინა არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო დაახლოებით 25,000-მა ადამიანმა მონაწილეობა, მაგრამ წინა წლებში შედარებით მეტი იყო მათი რაოდენობა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ისინი ერთგვარი ტერორის ქვეშაც იყვნენ მაშინ. ეს იყო პოლიტიკური იარაღი იყო, საკმაოდ მძლავრი იარაღი არის, პოლიტიკური მძლავრი იარაღი იყო, რომელიც და ეს დიასპორები გამოყენებული იყო არა სახელმწიფოს გასაძლიერებლად, არამედ ეს დიასპორები გამოყენებული იყო ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ხარდასაჭერად. თუმცა უნდა აღენიშნოს ერთი რამ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორას და დიასპორის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი ადგილი უკავია სახელმწიფოს განვითარებას. შორს არ წავალ და პირდაპირ გეტყვით, სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო შემადგენელი ნაწილი არის დიასპორები და ეკონომიური კუთხითაც, რა თქმა უნდა, ხომ არა, ჩვენთან პარალელურად რამდენად სწორი ხა სომხებს დიასპორით არიან და აზერბაიჯანში ორჯერ სომხი ცხოვრობს სომხეთს გარეთ, ვიდრე სომხეთში. აზერბაიჯანში ანალოგიური მდგომარეობა, ეხლა მე არ მივდივარ სხვა ქვეყნებში, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში სხვა მე არც მეგონა თუ იყო და ანუ ისეთ დალაგებულ ქვეყნებშიც არის ამ რა თქმა უნდა, დალაგებულ ქვეყნებშიც არის, ხო მაგალითად ჩვენთან სტუმრად იყო ისრაელის აბსორბციის მინისტრი, ეს იგივე არის დაახლოებით რაც დიასპორის მინისტრი, თუმცა მას თან სხვა ფუნქციები შედის, ქალბატონი სოფა, რომლის სამინისტროც არის ქვაკუთხედი ისრაელის სახელმწიფოებრიობის. ხო, იმიტომ რომ ეს ისრაელია, იმიტომ რომ ისრაელის მოქალაქეები არიან ჩამოსულები სხვა ქვეყნებიდან, თქვა. ისრაელიდან აღარავინ არ გადის, როგორც ასეთი. და ჩვენი მუშაობა ბევრად უფრო გაძნელებული არის იმ კუთხით, რომ ჩვენი წლიური ბიუჯეტი ეხლა გაიზარდა ბოლო წელს 1,200,000 ლარს შეადგენს, ხოლო შედარებისთვის აზერბაიჯანის ჩვენი პროფილის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს $9 მილიარდ. ეხლა თქვენ კარგად ხვდებით, რამხელა განსხვავება არის. ესე სომხეთის ანალოგიური სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 10-ჯერ მეტი არის, ვიდრე ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი. პრემიებს ხო იღებთ? პრემიებს არ ვიღებთ, აი ეს არის ყველაზე ყველაზე ცუდი ჩვენი ოჯახებისთვის ყველაზე ცუდი არის ეს, რომ პრემიებს არ ვიღებთ, ძალიან მომჭირნეთ ცხოვრობს ეს სამინისტრო.
და ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი ბევრად დიდი რომ იყოს, ბევრად უფრო მეტი საქმის გაკეთება შეიძლება. თუმცა ეხლა დაიწყო სერიოზული მოძრაობები ამ კუთხით. ეხლა მინისტრი საბერძნეთი ამერიკის შეერთებული შტატები ხვალ ლევილში მიბრძანდება. ანუ იქ უკვე ხდება რეალურად ჩვენი დიასპორის პრობლემების არა მარტო გაცნობა, არამედ გადაჭრაც. პირველ რიგში ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ დიასპორული გადმორიცხვების, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, დიასპორული გადმორიცხვები, რადგანაც პირდაპირ ვთქვათ, რომ ისინი იქ მათი ყოფნით და მუშაობით არჩენენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. ეს არ არის მცირე თანხა, დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდე არის ეს თანხა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა უზრუნველყოთ რომ ეს მოხდეს ძალიან დაბალ პროცენტში, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ შემთხვევაში ისე ხდება რომ ბანკები მათ საკმაოდ დიდ პროცენტებს ართმევენ ამ გადმორიცხვებში. შეიძლება ეს რაღაც 100 ევროზე და 150 ევროზე ისე არ აისახოს, მაგრამ როდესაც ეს წლის განმავლობაში გროვდება, რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი თანხა არის. ხო, მაგას კარგი დათვლა უნდა პრინციპში შეიძლება რომ. აგრეთვე ეკონომიკური კუთხით ამ მხრივ მუშაობთ, აგრეთვე წინა წლებისგან განსხვავებით წინა მინისტრები ნაციონალების დროიდან საერთოდ არ იყვნენ ნამყოფები იმ ქვეყნებში. ეს არ არის მარტო ჩვენი პროფილი არის მარტო ახალი დიასპორა შეიძლება ესე ითქვას, არამედ ჩვენი პროფილი არის ძველი დიასპორა. აქტიური მუშაობა გვაქვს საინგილოსთან, სადაც მეც ვიყავი დაახლოებით 1 თვენახევრის წინ. ანუ ნაციონალის დროინდელი მინისტრები და მოადგილეები დადიოდნენ ავსტრალიაში 5 კაცი ცხოვრობს ვიქტორ სანელი ცხოვრობს. ხო, ვიქტორ სანელი და 4 მორბენალი დადიოდნენ თქვა სხვადასხვა ესეთ შედარებით პრესტიჟულ ქვეყნებში. ხოლო ჩვენ დავიწყეთ სიარული პირველ რიგში აზერბაიჯანში, თურქეთში, სადაც მახსოვს სხვადასხვა რამდენიმე თვის წინ, ხო, უნდა მოსულიყავ და დღეს ხოლმე ჩარჩით ზაქათალაში თუ კახში. კი, საკმაოდ, იმიტომ რომ იქ არის საკმაოდ დიდი პრობლემები არის ქართულ დიასპორასთან მიმართებაში. ეხლა იგეგმება უნდა წავსულიყავით, მაგრამ ამინდების ცვალებადობა სუდი ამინდი არის და იქ გაძლიერდება შეხვედრა ფერეიდანში. აი მაგაზე მინდა ერთი წუთით ფადონსანდროს თუ შეიძლება თურმე მსმენელები ორდენ გველოდებიან უკვე. მოდი მოусმინოთ და მე ფერეიდონ შახრიში აი ეს მომხდარი ამბებზე, იმიტომ რომ არის ამაზეც კითხვები და ძალიან დიდი გაურკვევლობა. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე სტუდენტი ვარ ილიას უნივერსიტეტიდან და ბატონი სანდროს შეცვლათ მსვლელობას ვაკვირდები და ძალიან მიხარია და ახალგაზრდების ძალიან ნაწილს უხარია რომ ასეთი ქართველი ადამიანი არის ჩვენი მომავლისთვის რომელიც იბრძვის და ჩვენ მე მინდა პირადი პატივისცემა დაგიფიქსიროთ ბატონო სანდრო. მორჩა. დიდი მადლობა. ფან-კლუბი ყოლიათ. გისმენთ ეთერში ხართ მეორე მსმენელი. კარგი, თქვენს ფან-კლუბის წევრი ხართ? გისმენთ გენაცო. გამარჯობათ ბატონო სანდრო, ძალიან ბედნიერები ვართ ესეთი მინისტრის მოადგილეს ყავხართ და რა ხდება? არა, ჩაწყობილი ნახდა. დიდი მადლობა გენაცვალე, დიდი მადლობა ბატონ სანდროსაც მე გვერდი გავხეთ. ჩაწყობილი ზარებს ეძახი, ხო იცი, მაგრამ ეს ძალიან ისე იქნებოდა. ამას ვერ დავარქ, მაგრამ ეთქობა ხო, მაგრამ სტუდენტებს რატო უარხართ ესე საკუთარ ეხლა გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები, ეს ალბათ მეთქი ეხლა თან ილეონი ეხლა დაიწყებენ ჩხუბს მეთქი. როგორ გვიყარხარ? არა, გვაქვს სერიოზულ დახმარებას უწევთ ფერეიდენის სტუდენტებს და ინგილოს სტუდენტებს. აქ არის ძალიან სერიოზული დახმარება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მე გახლავართ თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი სამთავრობო კომისიის წევრი, სადაც ფაქტობრივად ხდება თანამემამულის სტატუსის მინიჭება ამ ახალგაზრდებისთვის, რაც ძალიან ბევრ პრივილეგიას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ყოველ შემთხვევაში რაღაცას უადვილებს უცხოელთან შედარებით. რა თქმა უნდა, ბევრად უადვილებს, იგივე მიმოსვლის პრობლემას, იგივე აქ ცხოვრების პრობლემას, იგივე უმაღლეს სასწავლებლებში თქვათ სწავლა-განათლების მიღების პრობლემას. თუმცა მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მაგალითად მე დავაკვირდი, მოდით ქვეყანას არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში მონდომებულები არიან ძალიან, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ახალგაზრდა წამოვიდეს საქართველოში, აქ მიიღოს განათლება, ოღონდ უკან აღარ დაბრუნდეს.
ხომ ხვდებით ესეთი პოლიტიკა არსებობს და ჩვენი მოვალეობა უნდა იყოს ის, რომ ის ისტორიული ადგილები, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ და სადაც ჩვენი დიასპორის საკმაოდ დიდი ნაწილი არის და ისტორიული დიასპორა არის ეს, ხო, როგორც მოგეხსენება, რა თქმა უნდა ეს ადგილები არ უნდა დაიცალოს და იქ უნდა გააგრძელოს ქართულმა დიასპორამ მოღვაწეობა იმ სახელმწიფო შემადგენლობაში, რომელიც სახელმწიფოში ისინი არიან. მე თქვენ თქვენ კორექტულობას ვერ დაარღვევ და მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ მეც ვიცი ეს ფაქტები, ვიცი დამოკიდებულება, ეს არის მაგალითად აზერბაიჯანში ვიცი რომ ესეა. და ეს ესეა ჩვენი სტუდენტობის დროინდანაც. მეც ვყავდათ ჯგუფელები საინგილოდან დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე კი ბატონო, ამიტომ მე ვამბობ რაც შემიძლია ვთქვა. მე ვამბობ ამას. მაგალითად თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში მე ვიტყვი რომ საქართველოს აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობასთან ურთიერთობის მხრივ არის 100 ნაბიჯით წინ ვიდრე პირიქით არის. მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს რომ იმიტომ რომ არის იქ საკმაოდ კარგი მზაობა ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით გამოიკვეთა რომ ქართულ დიასპორას ბევრად უფრო მეტი უფლებები მიეცეს და ბევრად უფრო მეტად იყვნენ ისინი თქვათ კეთილ მოწყობილები სოციალური კუთხით, იმიტომ რომ ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვფიქრობ რომ საინგილო იგივე ფერეიდანი სადაც აი ეს ამბავი ახლა როგორ თუ შეიძლება მივედეთ ფერეიდანში ზოგადად რა ხდება, მაგრამ ეს აიცა უკვე იყო კითხვები და სანამ ფერეიდანზე გადავიდეთ მე მინდა კიდევ ერთი რა ვთქვა რაც ჩვენი სამინისტროს დიდი ძალისხმევით შედეგად მოხდა რომ თურქეთის სკოლებში თუ კი იქნება თუ კი შეიქმნება კლასი ანუ თუ კი იქნება მსურველები აბსოლუტურად ყველა ქალაქში შესაძლებელი არის რომ შეიქმნას ქართული ენის სწავლების ჯგუფი. ეს არის საკანონმდებლო დონეზე, სახელმწიფო დონეზე არის ეს ყველაფერი, რაც მერწმუნეთ რომ საკმაოდ დიდი მიღწევა არის მით უმეტეს არ იქნებოდა ადვილი გამოვიდა. ხო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებების და ურთიერთობების შედეგი არის და მოხარული ვარ რომ თურქულმა მხარემ გამოიჩინა კეთილინება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი და თურქეთის განათლების სამინისტრომაც გამოიჩინა კეთილინება და ეს პრობლემა გადაწყდა და უკვე იწყებს ეს კლასები უახლოეს ხანში მოქმედებას მომავალ სასწავლო წლიდან ალბათ საკმაოდ ბევრ ქალაქში სადაც კომპაქტურად ქართველები ცხოვრობენ ის ჩვენი ისტორიული დიასპორა შესაძლებელი იქნება რომ მათ უკვე სკოლებში მიიღონ ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილები რაც მერწმუნეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებისთვის რომლებიც საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. რა შეეხება ირანს თქვენ ირანში ხო მე როგორც მსმენელისთვის მინდა ვთქვა რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ფერეიდანში ქალაქ ფერეიდუნ შაჰრიში იქაურმა ეთნიკურმა ქართველებმა დადგეს რაღაც ქანდაკება ქართული ანბანის რასაც მოყვა წინააღმდეგობა ხელისუფლებისაგან მათ ღამე გაათენეს რომ არ აეღოთ, ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც ადგილი როგორც წერენ და ისინი მე რაც ვნახე სოციალურ ქსელში სხვა წერდა ანუ ქართველი იუზერი წერდა ისინი მიმართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისათვისო პრინციპში მათ შეიძლება არც იციან რომ არსებობს ინტეგრაციის სამინისტრო და ეს ძალიან ცუდია თუ არ იციან. ჩვენს მომმართეს. ხო, კარგია თუ მომმართეს. ანუ იქ რა შეიძლება გაგლა საერთოდ რატო გახდა შეხლა შემოსვლა საჭირო ნებარ თუ აითხოვეს და არ მიცეს მე მაინც დადგეს ისე აფერუმად ვაშკაცობა ეს არ არის ერთი და ორი დღის პრობლემა და ამბავი ეს რამოდენიმე თვის წინათ იყო ანალოგიური მცდელობა რომ იქ ანალოგიური ძეგლი დადგმულიყო შეიძლება ესე ითქვას ქართული ანბანი ძეგლი დადგმულიყო ну ირანი თქვენ იცით სპეციფიური პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფო არის აქედან გამომდინარე ირანში საკმაოდ დიდი სიფრთხილე არის ხოლმე საჭირო ანალოგიურ ფაქტებთან დაკავშირებით თუმცა მე ხაზგასმით მინდა გითხრათ რომ დღეის მდგომარეობით ახლა ხვალდაზე რა იქნება რა თქმა უნდა ეს სხვა საკითხი არის დღეის მდგომარეობით იქ არაფერი არ დარბეულა რა თქმა უნდა იქ იყო ჭორები იმის თაობაზე რომ ვიღაცა აპირებდა ამ ძეგლის აღებას, მაგრამ დღის მდგომარეობით ეს ძეგლი ჭორულად დგას, მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა არ ყოფილა, იმიტომ რომ ფოტოებიც იდო, სადაც აშკარად რაღაცა ჭოჭკურის და შეხლა შემოწეს. რამოდენიმე ვერსია არსებობს, ერთი ვერსია არსებობს, რომ ქურთული მოსახლეობა იყო ამის წინააღმდეგი და არა ირანის ხელისუფლება. მეორე ვერსია არის, რომ ვიღაც ხვები იყვნენ, ანუ ეს არის ვიღაც ხვები ეს ხსენება არ შეიძლება. მე მოდით ახლა დავიცავ რაღაც დიპლომატიურ მე არ დავიცავ, სომხები იყვნენ. ამ შემთხვევაში არ ვიტყვი თქვათ, მაგრამ ის რომ ირანი კიდევ ერთხელ მეორე სპეციფიური ქვეყანა არის და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი ელჩი ყავს ირანს საქართველოში, საკმაოდ კარგი ადამიანი არის, საკმაოდ გაგებით ეკიდება ესეთ საკითხებს და სხვა შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური საკითხები გადაწყდება სახელმწიფოებრივ დონეზე და ვფიქრობ, რომ საომოლოდ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით ჩვენის მხრიდან ჩვენ ვეცდებით, რომ ანალოგიური პრობლემები არ დადგეს, მაგრამ ამავე დროს მეორეც არის, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ რაღაც გარკვეული პროვოცირების საშუალება ვინმეს იმისათვის, რომ რაღაც სიტუაციის ესკალაცია მოხდეს, ამიტომ უმჯობესი არის ხოლმე, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდეს ყველაფერი ამის გარკვევა და ყველაფერი ამის გაკეთება, მაგრამ ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ საოცარი ადამიანები არიან ფერეიდნელი ქართველები. მე სიმართლე გითხრათ, ჟურნალისტებმა დამიანა, როდესაც მათი სახელი ვახსენე, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ამდენი საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს არა მარტო თავისი ეთნიკური წარმომავლობა და თავიანთი ქართველობა, არამედ მათ შემოინახეს ქართული ენა, მათ შემოინახეს ქართული კულტურა და ტრადიციები და მე ხანდახან დანანებით ვიტყვი ხოლმე არიან ადამიანები, ზოგს მეფობა უნდა საქართველოში, ზოგს ვეზირობა უნდა და ქართული ენა არ იციან ამ ადამიანებმა, ევროპიდან ჩამოსულებმა და მეორე თაობის ქართველებმა, რომლებიც ევროპაში არიან წასულები, უკვე ქართული ენა არ იციან და ისინი რამდენიმე წელიწადში ხდება 400 წელი ზუსტად. და წარმოიდგინეთ, მათ ეს ყველაფერი შენარჩუნებული აქვს და რამხელა წნეხის პირობებში უხდებოდათ მათ მთელი ამდენი წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში. გასაგებია, ამიტომ არის ალბათ თქვენ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომ ესეთ ხალხს დაეხმაროთ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ღირსეული ქართველები არიან, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ქართველები არიან, ვინც კი შემოხვედრიან მე ეს ადამიანები. ბატონო სანდრო, მიუხედავად აი ამ ჩამონათვალისა თქვენ რაც თქვით, თქვა სამინისტროს ნაკეთების საქმეებსა ძალიან დიდი პრობლემები აქვს ქართულ დიასპორას ზოგადად. ამაზე ალბათ მსმენელი დაარეკავს, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია და ესე იგივე გადარიცხებთან დაკავშირებით, იგივე მათი უფლებრივი მდგომარეობა, იგივე მათი დაკავების შემდეგ კონსულტანტთან დაკავშირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ეს იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალოდ საქმე, მაგრამ შუამოვალი ამ შემთხვევაში ალბათ პრობლემების მიმტანი და გამცნობი იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს თვის ალბათ თქვენი სამინისტრო უნდა იყოს, ამიტომ ამაზე ალბათ იქნება შეკითხვები. არსებობს პრობლემა, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს მცირედი პრობლემაც კი, რომელიც ჩვენთან დაისმევა და ამ პრობლემის გადაწყვეტა, ამ პრობლემას არ წყვიტავდეთ. ხა არის ახლა რაღაც საკითხები, რომელიც ახლა უცხო ქვეყანას როდესაც ეხება, ახლა იქაური ხელისუფლების პრეროგატივა არის და ხო არა, ახლა გასწვრივ დაჭერილია თქვენ ვერ გამოვიშვით რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა როდესაც ადამიანი იქ რაღაც თუნდაც დანაშაულისთვის ან სავარაუდო დანაშაულისთვის ან ეჭვმიტანილი სახით არის ეს არის საკონსულოს პრეროგატივა. საკონსულომდე ვერ აღწევს. აი ზარი გვაქვს, მოდით მოусმინოთ და მე მინდა რაღაცა ცოტა შინაურ საქმეებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩართული ხარ იმ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც ბოლო ხანს ძალიან გამწვავდა, ცოტა არ იყოს ბევრისთვის გაუგებარია, რომ ჩინოვნიკი ამ დონის მინისტრის მოადგილე საკმაოდ აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და აღარ ანებეთ მისე ვერჩით იმ ნაციონალურ მოძრაობას და საქმე ის არის, რომ იქნება შტაბ-ბიჭდება და მე მგონი ამაზე ერთი-ორჯერ ითქვა კიდეც, რომ რაღაცები იცით თქვენ, ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაცებს აპირებენ, რაღაც ინფორმაციები გაქვს და ისე ვერ გაგიშვებთ, რაღაცები უნდა გითხრათ. მაგრამ ჯერ მსმენელს მოусმინოთ. გისმენთ? დიახ, გისმენთ. თქვენენა პიროვნებმა უნდა დააბრუნოს ქართველი ემიგრანტები ბატონო სანდრო. თქვენ ვიმძანდებით უკაცრავად? მე ტელემაყურებელი ვარ და ძალიან კარგი გეგმა გაქვს სასწაულო და თვალსაც ვაძენე და თქვენ საუბარსაც მოვსმინე და მინდა გითხრათ, რომ თქვენერმა პიროვნებმა უნდა დააბრუნოს შეკითხვა გაქვთ? ემიგრანტები საქართველოში. შეკითხვა გაქვთ ალბათ? არა, უბრალოდ მე მინდოდა რომ ჩემდამი თქვენი დამოკიდებულება გამომეხატა და ხო ამის მდგომარეობამ რას აპირებს, ანუ რა გეგმა გაქვს ამისთვის. დიდი მადლობა.
ეხლა დაბრუნებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ ძნელი საკითხი. იმიტომ რომ ეს ჩვენი სამინისტრო ეხლა ამას ვერ უზრუნველყოფს, ეს არის ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციას დამყარებული და დამოკიდებული უბრალოდ და დიდი იმედი მაქვს, შეიძლება იმედი ვიქონიო, რომ დადგება ჩვენს ქვეყანაში ისეთი სოციალურ-ეკონომიური კლიმატი, რომ ყველა ქართველი დაუბრუნდება თავის ქვეყანას, ყველა თუ არა უმეტესობა მათგანი დაუბრუნდება თავის ქვეყანას. მართლა საშინელი შესახედავი არის, ეხლა ბატონი გელა დუმბაძე მინისტრი დაბრუნდა საბერძნეთიდან და საოცარი საშინელი სურათი დამეხატა თუ იქ როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები. იმაზე უარესად ალბათ არა როგორც აქ, იმიტომ არიან იქ. არის, იცი რა არის, შეიძლება იმაზე უარესადაც, იმიტომ რომ მათ უწევთ გაუსაძლის სამუშაო პირობებში. ხო და აი მაგაზე მინდოდა სწორედ საუბარი იქნება რაღაცა შეიძლებადეს მოხერხება. მე ერთი მაგალითი მინდა მე გავიხსენო ისრაელში ჩვენ ეგრეთ წოდებულ არალეგალებთან და გესტარდავითერებთან დაკავშირებით და ჯემსმენელი ყავს იმედია გისმენთ ბატონო იმედია თქვენს იმ სტუდენტთაგანი არ ახართ ვინც მადლობის სათქმელად რეკავთ. გისმენთ აღარ არის მსმენელი. მე მგონი გისმენთ მეუბნებია რომ არის და აქ არის ის. იცი რა ვიფიქრე ისრაელში ვიყავი რამდენიმე წელს სინკერა 2 წელიწად ნახევრის წინ და ძალიან იქაც აიხარო თქვი რომ ძალიან ისე ეს ბატონი სანდრო სანამდე გეძახოს ყველა მიცის 1000 წელი ისნობს მე რა რომ მინისტრის მოადგე ხარ ხვალ მოხსნიან მე ესე დაგნიშნავენ და ვიხუმრე ძინა მდგომარეობა ბერძნებთან რო თქვი ისრაელში წაიყოს ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა შენ მახუმრობაზე გითხრა ერთმა ადამიანმა მაგრამ შენ რა იცი პოლიტიკაო აი ეს რაგვარია ეს საყვარელი ბიჭია ხლონტოს მინდა ტელემაყურებს უთხრა რომ ზვიადი მართლა იყო 90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი პოლიტიკური ძლიერი პოლიტიკური ძალის ეროვნულ მოძრაობაში ყოფ პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის მოადგილე მაშინ მეც უნდა ვთქვა რომ იქვე გამგეობის წევრი იყო ეს იყო ეროვნულ მოძრაობის პერიოდი ეს არ იყო თქვა სანდრო ისრაელში იყო ანალოგიური სიტუაცია იქ ყველაზე ცუდი რა იყო ცი და რაზე დამწყდა გული ეხლა წელს როგორც ვიცი 2015 იყო თუ 14 მე მგონი ეს წელია საიუბილეო ხო 2600 წლის 26 საუკუნოვანი იუბილე ისე მე კაი მოწიფული ყავის ხნის ვარდა ჩემ ბავშვობის მერე იძახიან 26 საუკუნოვანი 27 აღარ გახდა და ნუ კაი თქვა 26 საუკუნოვანი ხო არა მაგრამ ნახევარს აღარ მიკლია ხო და რომ უნდა აღინიშნებოდეს და ნუ ასე შემდეგ ძალიან კარგი გაკეთდა რომ ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა ხო გასაგებია ეს მაგრამ მეორე მხრივ იქ არის ქვეყნები ვისთანაც ის აქვს ის ხელშეკრულება ალბათ შესაბამისი საიდანაც ადამიანები ლეგალურად დადიან სამუშაოდ მე ხა საბერძნეთში არ მინახავს ეს ქალბატონები როგორც ვიცი ეხაც რა თქვით რომ ის უთქვამს ძალიან ძიმე პირობებში ვიმუშავე მაგრამ მე ვნახე მაგალითად იქ რა პირობებში ვიმუშავე რომონია ეძახიან სადაც არის საშინელი პირობები იცი არ კარგი იყო ადამიანებს უვლიდნენ რაღაც მაგრამ დამოკიდებულება ზოგადად ძალიან კანონმორჩილი ხალხია ისრაელის მოქალაქეები და თქვა იმან რომ იცის რომ მეზობელს რომ ყავს არალეგალი მოსამსახურე ის აუცილებლად განაცხადეს პოლიციაში იმიტომ რომ ის ასეც წამსო არალეგალია იქ გადასახადი იმამ და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე მე ველაპარაკე ქალს რომელმაც მითხრა რამდენიმეს რომელმაც მითხრა რომ ის არა ქვია კარგი პირობაა ყოველთვის მაგრამ ფანჯარაში არ გაუხედია რამდენიმე თვეა იმიტომ რომ გააფრთხილეს რომ ემარ და როდესაც აიხავო 26 საუკუნოვანი მეგობრობა და ესეთი კარგი ურთიერთობა და აქ მაინც არ შეიძლება სახელმწიფო დონეზე მოვილაპარაკოთ რომ და ეს გადაწყდეს და გაკეთდეს თქედალოცულებო ეს ხალები ჩვენი მასწავლებლები საკმაოდ დიდი ცენზისა და განათლების ხოლმე ზოგი ყოფილი ექიმი ზოგი ყოფილი ინჟინერი მოუდის რომ თქვენს მოქალაქეებს დავრდომილებს უმწოებს მოუაროს სხვაზე ნაკლებ ხელფასით რაღაც და ამის უფლება მაინც მიეც აი რაღაც აი ამათი ლეგალიზაციის თვალსაზრისით არ შეიძლება რომ გაკეთდეს რომ ეგეთი საშინელ პირობებში აღარ იქნებიან ეს ყველაფერი განსაკუთრებით ისრაელში არის ეს ძნელი იმიტომ რომ ისრაელიც როგორც სპეციფიკური პოლიტიკური მდგომარეობის ქვეყანა არის და იქაც რა თქმა უნდა საკმაოდ საშუალებები არის ძალიან ბევრი და ისინი უფრთხიან რა თქმა უნდა არალეგალ ემიგრანტებს
იმიტომ რომ არის ტერორიზმის საფრთხე და სხვა საფრთხეები, ჩვენ ვიცით რომ ისრაელის სახელმწიფო საკმაოდ ისეთ გეოპოლიტიკურ არეალში არის და ამიტომ უნდა მიუძღვნენ ინდივიდუალურად ალბათ ისრაელის სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს ჩვენთან ურთიერთობაში მე პირდაპირ შემიძლია. არა მე აი ამ ლაგარანელებთან დამოკიდებულებაში ისე იყოს ჩვენთან კეთილგანწყობილად განწყობილი, როგორც ისრაელის ხელისუფლება არის და ისრაელის ხალხი არის. მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ იგივე ცნება ქართველი ებრაელები არსებობს და ჩვენი ქართველი ებრაელები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, არა მარტო სოციალური კუთხით, არამედ პოლიტიკური კუთხითაც საქართველოსთვის, რაც შეიძლება არ ჩანდეს, ისე არ აკეთებენ ამის აფიშირებას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სერიოზული, ძალიან სერიოზული ქართული საქმის მხარდაჭერა არა მარტო ისრაელში, არამედ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მათ მიუწვდებათ ხელი, საკმაოდ ბევრი წარმატებული ადამიანი არის და მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში რომ არა მათი დახმარება ბევრი საკითხების გადაჭრა საკმაოდ გაძნელებული იქნებოდა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა იყოს ეს მოლაპარაკებები, იცით რა არის საქმე, არა მარტო ისრაელთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს, უბრალოდ აქ როდესაც ვიცი რა ცოტა ხო ამოფეხა რომ აი ბევრ ამას გვიკეთებს, მაგრამ ახლა როცა მეუბნები რომ 22 საუკუნეა ძმები ვართ, ეს ჩემი ვიღაცა საწყალი უმუშევარი იმათთვის მე ჩამოიყვანე მან რომ იმუშავა და ფული გადაუხდა. ცოტა აი რადგან ამ საკითხებს უკვე ვამთავრებთ დიასპორის საუბარს ერთ რამეს ვიტყვი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩასულები სამუშაოდ. და ესენი არიან მართლა კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც იქ არიან წასულები, იმით რომ ოჯახები არ ჭირონ და სხვა გზა არ ქონდათ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვა საქმიანობისთვის არის. აი მაგაზე მინდა ცალკე კრიმინალები, რომლებიც ძალიან უყუჭებენ საქმეს ამ ადამიანებს. რეკლამის შემდეგ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ ნაწილი არის საკმაოდ დიდი და საკმაოდ დიდი პრობლემაა საქართველოსთვისაც. რეკლამა ჩვენს ეთერში დაგვირუნდებით 20 წუთში. სადაც გვიყურეთ პალიტრავზე. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეა ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ანუ გადაცემა პროვოკატორის 233-139-238-139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები, დარეკეთ თუ კი გაინტერესებთ დიასპორასთან, ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ მდგომარეობასთან, უფლებრივ, სამართლებრივ და ასე შემდეგ. ფან-კლუბის წევრებს ვიცით რომ ბევრი ხართ, მაგრამ აღარ დარეკოთ, უბრალოდ დრო თქვენს ესე იგი კერპს აღარ დარჩება ბევრი სალაპარაკო და მხოლოდ ამიტომ. სანდრო, მოდი რა თქმა უნდა თუ შეკითხვები იქნება, გავცემთ პასუხს იგივე თემაზე, მაგრამ ბოლო აქტივობა შენი არ იყო დაკავშირებული მხოლოდ იმ ამბებთან, რომელიც სამსახურებრივად გევალება. ლაპარაკია ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის, რა ქვიათ, ნაციონალური მოძრაობის გააქტიურებაზე, მათ მიერ ჩატარებულ აქციებზე, მათ მიერ გაპროტესტებულ რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე და ამაზე შენი ძალიან საფრი რეაქციები ჰქონდა. მოდი დავიწყოთ 21 მარტზე მერე ვილაპარაკოთ. აი ეს ბავშვებს რო აჩვენეს ეს ფილმი და იქ რომ მოკლედ ატყდა ამბავი კნიასი თავისუფალი ზონა და ასე შემდეგ. მე თავისუფალი ზონას რა თქმა უნდა მიუვარდა თავისუფალი თაობა ქვია ხო სადღობელაშვილს. იქაც კიდე დიდი ამბავი იყო და საერთოდ მე კიდე ესე არის დღეს სოციალურ მედიაში ისე მედიაში ჩვენში ჟურნალისტთა ჩვენს ამქარში აზრი გავრცელებული რომ ისა რა ქვია მოიცა ზუსტი ფორმულირება მოვახდინო ბოლო დროს გააქტიურებულ ორგანიზაცია თავისუფალ თაობას რომელიც ხელმძღვანელი არის ბატონი ლადო სადღობელაშვილი რომელიც რამდენჯერმე სტუმრობდა აქ აფინანსებს სანდრო ბრეგაძე რა ეშოვეთ ამდენი რამდენიმე ხნის წინათ მახსოვს მე და შემეგობრები ვართ და ფული გჭირდებოდა და მთხოვე რომ ფული გჭირდებოდა და მასესხება მითხარი ეს ხუმრობით ვამბობ და რამოდენიმე მეგობარმა მთხოვა რომ ესესხებინა ფული და მე თვითონ მაქვს საკმაოდ ბევრი ფული ნასესხები და სანდრომის საბრძოლოშვილისგან ხო და აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ეს იუმორში ვამბობ რა თქმა უნდა როგორ შეიძლება სრული სისულელი არის სად მაქვს ახლა მე მაგის საშუალება არა ნუ აქ რა თქმა უნდა არ იყო ლაპარაკი სანდრო ბრეგაძეზე პირადად არა ეხლა ეს სისულელი აბსურდია მე ამაზე არ ჩერდები მე შემიძლია ვთქვა ჩემი განსხვავებული მოსაზრება იმ ფაქტებთან დაკავშირებით რომელ ფაქტებზეც ეხლა აგებული არის ნაციონალური მოძრაობის პიარი თავიდან ბოლომდე
ჩვენ და სამწუხაროდ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილიც და ოპოზიციაც ცხოვრობს რუსთავი 2-ის ცხოვრებით და მათ სამუშაო გრაფიკს სამუშაო რეჟიმს და პოლიტიკური მოღვაწეობის გეზს უსაზღვრავს სააკაშვილისგან და ნაციონალური მოძრაობისგან კონტროლირებადი ტელევიზიები და ეს პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც ასპარეზზე არიან თვითონ ვერ ხვდებიან რომ ისინი არიან ამ ტელევიზიების ტყვეობაში ეს ცალსახა არის და ამაზე სხვათა შორის მე არაერთხელ გულისტკივერით აღმინიშნე და მე რა ეს არის არანორმალური ეს არის არანორმალური, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან მართული საინფორმაციო საშუალება განსაზღვრავს ქვეყანაში არა მარტო პოლიტიკურ გეზს და პოლიტიკურ სვლაგეს, არამედ ადამიანების ქცევის წესებსაც. გასაგებია, ყველაფერს ამას გადართე, ესე კი არ გემაგრებია? ეს ყველაფერი მაგ შედარებული ნარკოტიკთან. ნარკომანმა იცის, რომ ნარკოტიკი მისთვის საშინელებაა. ყველა ნარკომანმა იცის, ნარკომანს თავგანოთ სიგარეტს ვეწევით და ვიცით, რომ სიგარეტი ჩვენთვის მე ვეწევი და სიგარეტი მე ვიცი, რომ ჩვენთვის მავნებელი არის, მაგრამ მაინც ვეწევი ამ სიგარეტს. ეს ერთგვარი ნარკოტიკი არის, რომელ ნარკოტიკსაც ვერ ცილდებიან. თუმცა გეთახმებით, რომ გადართე და სხვაგან წადი. მაგრამ ეს არ არის ახლა ამ შემთხვევაში მთავარი. დღეს არის ჭიქაში ქარიშხალი ატეხილი იმის თაობაზე, რომ სადღაც რომელიღაც სოფელში თუ რომელიღაც რაიონულ ცენტრში, ხო, ფოთში, თუნდაც, ხო, რამოდენიმე ბავშვი გამოჩნდა ფილმის ჩვენებაზე, სადაც იყო სტატისტიკები აღწერილი. მე უბრალოდ ლოგიკას მინდა და აი სულ 2 წუთი დამჭირდება ამ ლოგიკის ჩამოსაყალიბებლად. ესე იგი, ნაციონალურ მოძრაობამ ატეხა ამაზე ერთი ამბავი, რომ როგორ შეიძლება ბავშვებს ვაჩვენოთ ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ. აი ესეთი აბსურდი, ესეთი უაზრობა მე საერთოდ არ შემხოდრი არასოდეს. ესე იგი, ადამიანთა მკვლელები, მწამებლები აღიარებენ იმას, რომ მათ ჩაიდინეს საშინელება, მაგრამ ერთი ამბავი აქვთ ატეხილი იმაზე, რომ ამ საშინელებას რატო აჩვენებო? არა იმაზე, რომ მან რატომ ჩაიდინა ეს საშინელება, რატომ გააუპატიურა ის პატიმარი, რატომ დაარბია 7 ნოემბრის მიტინგი, რატომ დაარბია 26 მაისის მიტინგი, რატომ გადაუარა საქართველოს, რაც იმ ფილმში არის ნაჩვენები, ხომ? არა, ეს არაფერი არ არისო. მე კი ჩავიდინეო ესო, მაგრამ უტიფრობის ხარისხზე მაქვს მე ამ შემთხვევაში საუბარი. ეს უტიფარი ადამიანები გამოდიან და იძახიან, რომ მე რომ კაცი მოკალიო, ამას ტელევიზიით რატო აჩვენებ? ეს არის დანაშაული თორე მე რომ კაცი მოკალი, ამაზე პასუხი არ მაგებინოთო. და მთელი საზოგადოება გამოთაყვანებული შეიძლება ამ შემთხვევაში, აი, იმიტომ დავიწყე ნაც ტელევიზიებით, გამოთაყვანებული საზოგადოება ზის სახში უყურებს ამას და მასაც თავში უყალიბდება აზრი იმის თაობაზე, რომ ის კი არ არის საშინელება, როდესაც თქვათ იქ ადამიანებს ხოცავდნენ და კლავდნენ და ის სისასტიკეები რაც არის იმ ფილმში ნაჩვენები. არა, ეს არ არის. აი ვიღაც ბავშვმა რომ შემოირბინა, ვიღაც სკოლის მასწავლებელმა, რომელიც გაუთვითმფრინველებელია და არც მე ვამართლებ მის საქციელს და რა თქმა უნდა არ არის ვიზა შეწოლინო ბავშვები წაიყვანო ესეთ იმაზე რა ქვია ღონისძიებაზე, ეს რატომ მიიყვანა? ამავე დროს მე უფრო უარესზე გადავალ. ესე იგი, ამას ხო იძახიან. ამას ხო გაიძახიან. ამაზე ხო ააგეს ყველაფერი, რომ აი თვითონ და რაღაც აპოკალიფტურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აი ეს მოხდა და ამით ცდილობენ რომ გადაფარონ ყველაფერი ის რაც იქ არის. ადამიანები თავად აღიარებენ. ხო, იმ ფილმში რაც არის ნაჩვენები ნაციონალები ჩადენილია, ხო? თავად აღიარებენ, რომ აი ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება. აი მაგალითად ისა რა ქვია, ბოკერია გამოდის და იმედის დარბევაზე. ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება? ან გაბაშვილი გამოდის და იგივე ესეთი სისასტიკის ჩვენება როგორ შეიძლება? პატეურების კადრები. გაუპასას ამბობენ, რომ იყო დანაშაული, მაგრამ მე არ მიბრძანებია, გამოსაძიებია, გამოიძეთ, დასაჯეთ. ჩვენ უბრძანეთ მათ, ხომ? გავანებოთ ამას და მარტო გაუპატიურებების კადრები, იქ მიტინგების დაგა. კარგი, ისინი აღწევენ. გივით არგამაძე გამოდის ადამიანი, რომელიც სულ სამოხტითო იძახდა, ხომ? 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ და როგორ შეიძლება 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის კადრების ჩვენება ხალხნო ბავშვებისთვის და იმას არ იძახს რომ 7 ნოემბრის დარბევა სისასტიკე რატომ არის რომ მისი გაკეთებული არის და ის გაიძახოდა მთელი საქართველოს გასაგონად და მთელი სოფლიოს გასაგონად რომ სულ სამოხტითო და ეხლა აქედან გადავიდეთ მეორე იმაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვიღაცამ რაიმე არ დამაბრალოს. მეც არ მომეწონება და არ მომწონს ის რომ ბავშვებს ესეთი კადრები ვაჩვენოთ.
მაგრამ როდის მერე გავხდით ჩვენ ესეთი აი რომის პაპზე მეტი კათოლიკები და რაღაც აი ევროპაში ეს აკრძალული არის ჩვენ შენც ნამყოფი ხარ მეც ნამყოფი ვარ და საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ნამყოფი ბუხელვარდის საკმაოდ ბავშვები ექსკურსიაზე დაყავს სპეციალურად იმისთვის რომ აჩვენონ კადრები თუ როგორ სასტიკად იქცეოდნენ ფაშისტური გერმანიის მესვეურები და ამითი ეს ექსკურსიები მიდის იქ და იქ ნაჩვენების სისასტიკე არაფერი არ არის იმ კადრებთან შედარებით რომელი კადრებიც თქვათ ამ ფილმში არის წარმოდგენილი მაშინ 9 აპრილის დარბევა არ მოჩვენოთ მომავალთაობებს სკოლის მოსწავლეებმა არ იცოდნენ ხო 9 აპრილს როგორ დაგვარბია რუსეთის გადის მე ის ხდება უკვე ისტორია და არა რომ გადის რა შუაშია ეს 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამაზე საშინელი კადრები არაფერი არ არსებობს როდესაც ადამიანები ზედა სართულებიდან დამწვარი შენობებიდან ხტებიან საცუდავი ადამიანები ამ ტერორისტების ამ ნაძილების შეტევის შედეგად ესეც არ უნდა აჩვენონ თურმე ამერიკელ ბავშვებს რომ 11 სექტემბერს რა მოხდა და ესე გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როდესაც ის ტელევიზიები, რომლებმაც ეს ამბავი ატეხეს, ნაც ტელევიზიები გაჯერებული არის სექსუალური ძალადობის და არა მარტო სექსუალური ძალადობის, საერთოდ ძალადობის შემცველი მხატვრული ფილმები და ხშირ შემთხვევაში დოკუმენტური ფილმებითაც, სადაც ადამიანები ხერხით დასდევენ ერთმანეთს და თავს აჭრიან. თქვათ, შუაზე რაღაცა ერთი კაცი 200 ადამიანს კლავს და ასე. მაგას ღამე აჩვენებენ თან სოფლიოში. არა მარტო ღამე, დღეც აჩვენებენ. დღეც აჩვენებენ, რა თქმა უნდა, დღეც აჩვენებენ. ამიტომ ეს არის, ეს თავიდან ბოლომდე, ეს არის აბსურდი. სისულელე, რომელიც კარგად შეფუთა ნაციონალურ მოძრაობას და ჩემდა სამწუხაროდ პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ჩემი რამოდენიმე თანაგუნდელიც წამოიღო მათ ამ პროვოკაციას და გამოდიან და თავს იმართლებენ. თავს იმართლებენ კი არა, განათლების სამინისტრომ თავზე ნაცარი წაიყარა. ხო, თავს იმართლებენ რომ დედა ეს რაც საშინელება ის იყო. არა, ეხლა შენ თვითონ ვარ თქვი რომ მეც არ ვამართლებ, ხო? მე არ ვამართლებ, არ სიამოვნებს, ეხლა მე ისედაც არ სიამოვნებს ამ საშინელი კადრების შეხედვა, მაგრამ ის რომ თქვა, რომ ეს არის რაღაცა დანაშაული რომლის გულისთვისაც ადამიანები უნდა დაუხრიტოთ, დავიჭიროთ სამსახურში. არა, ეგ არა, მაგრამ მასალებელმა რომ მოგიდა ხელი და დაამწყრევა. დანაშაული არის. წყვი-წყვი და ჩააკიდინა ხელი და მოხიკა და ეს ამაზე არ მაქვს საუბარი. ამაზე არ მაქვს. არა, ამაზე არ მაქვს საუბარი. აიყვანეს ზოოპარკში რა. ეს რომელი პარტიის ხარდასაჭეროთაც უნდა გააკეთოს ეს მასწავლებელმა, ხო? ეს დაუშვებელი. ამაზე არ მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს იმ უტიფრობაზე, რომელ უტიფრობასაც ჩვენ ვაწყდებით. ესე კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი ლოგიკას მივყვეთ. საშინელებათა და სისასტიკის კადრებს როგორ ბედავთ რომ აჩვენებ იმ სისასტიკის კადრებს რომელიც მე მაქვს ჩადენილი და ესე იგი მაშინ ის წავიდეს თავის ფეხით ციხეში თუ იცის რომ ის სისასტიკე არის და ჩაჯდეს ციხეში და ხო აღიარებს რომ სისასტიკე არის ხო აღიარებს რომ მისი მართლობის ჩემი ჩადენილი დრო არა მისი მართლობის პერიოდში ხო არის წავიდეს მინიმუმ პოლიტიკიდან წავიდეს ჩემი მართლობის ჩვენი მართლობის პერიოდში ეხლა რომ ესეთი სისასტიკე ჩაიდინოს ვინმე რაც იმ ფილმში არის აღწერილი, ნუ, კაი, ჩემი ჩადენილი არ იქნება, მაგრამ ბოდიში მოვიხდი და ვიტყვი რომ იცით რა არის ახლა მე პოლიტიკიდან მივდივარ, იმიტომ რომ ესე იგი არასწორი არჩევანი გავუკეთე. ისინი 9 წელი ამას ამართლებდნენ. 9 წელი ამას ამართლებდნენ. 9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ამ ყველაფრის იცით ის ვიღაცა დამრბები ვიღაცა სპეცრაზმელი ის ხო არავინ არის, იმას ვინც უბრძანა ის არის არ გახსოვთ მათი ბედნიერი სახეები 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ მიშა ზახელი და მუშტების ქნევით ეს ადამიანები იყვნენ რომლებიც დღეს უტიფრად გაიძახიან ამას გუშინ უსმენდი გოკა გაბაშვილს და ისე საუბრობდა პირდაპირ ეთერში რომ თითქოს და 92 წელს მას არ ესრულოს ტყვია კანონიერი ხელისუფლებისთვის და 9 წლის განმავლობაში ის არ ყოფილიყოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ საშინელებებისა რომელიც იქნა ჩადენილი ხო იძახიან რომ 7 ნოემბრის რისიმსროლელი და ავტომატის გოკა თუ მამამისი მამამისიც და ეხა მოდი პირდაპირ თქვათ რა ესენი იყვნენ ვალერია ნოვოდორსკაია ვინცემა მახსოვს ვინცემა პოკერიაც იყო ეგ ვალერია ნოვოდორსკაია ესე მოიტანეს იმ საღამოს ამბავით მე არ მინახავს მაგრამ არავის არ უღალატია მაშინ ხო და ამიტომ გავანებოთ ის 20 წლის წინანდელ ამბებს თავი მე ეხლა აი 2007 წლის ამბებზე მაქვს საუბარი როდესაც ეს დარბევა მოხდა როდესაც ორი ადამიანი მოკლეს 26 მაისს და შემდგომში დენმა დაარტყაოდა იმის თავზე შემოაგდეს და ეს კადრებიო საშინელება არისო ადგენ და მაშინ ხმა აღარ მოხდა ეს იცით რა გავს მოდით პირდაპირ ვიტყვით 9 აპრილის 99 წლის 9 აპრილის დარბევის კადრები
და მკვლელობების კადრები, რომელსაც აჩვენებდნენ ყველა სკოლაში, სხვათა შორის და ყველა სკოლის მოსწავლემ იცოდა თუ რა მოხდა 9 აპრილს და ამით გაიგო ის სისასტიკე, რომელიც მაშინდელმა რუსულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს. აი ამის ჩვენების დროს, რომ გამოსულიყო ტელევიზიით გენერალი როდიონოვი და რომ ეთქვა, თქვენ არ აქვს ხვენიათ? რა სისასტიკეს აჩვენებთ ბავშვებს? ეს არის დანაშაული, რომ ბავშვებს აჩვენებთ სისასტიკეს თორე ის კი არ არის დანაშაული, რომ მე 9 აპრილს მიტინგი დაორბიე და ახალგაზრდები დავხოცე. აი ესეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე. გავიგეთ, მაგრამ ესენი კი ბატონო. ჩვენი მინუსი იცით რა არის? ჩვენი ხელისუფლების მინუსი პირდაპირ ვამბობ. ყველას დიდი მინუსი რა არის, იცით? პიარის არ ქონა და ამ პიარში დასაქმებული არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტური დილეტანტები და რომლებიც მიყვებიან რუსთავი 2-ის და ნაციონალური მოძრაობისგან კონტროლირებადი ტელევიზიის პიარს. ისინი გვიდგენენ ჩვენ დღის განრიგს. ესე იგი, შეუძლია რუსთავი 2-ს დღეს ვიღაცა არ მოეწონება და ის წარმოაჩინოს ადამიანად, რომელიც ყველაზე საშინელი ადამიანია და არავინ კითხვას არ დასვამს, რომ ეს მართალია თუ ტყუილია, ვიღაცა მოეწონება იმას წარმოგიჩვენა, რომ აი თაშაწყმული ანგელოზი არისო. და ამაზე კითხვა არავის არ გაუჩნდება. კი ბატონო, მე ვაღიარებ რუსთავი 2-ის და ნაციონალური კონტროლებადი სხვა ტელევიზიების ნიჭიერებას ამ საკითხში. ნიჭიერებას, მათ ნიჭიერებას, ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან. უბრალოდ, აქეთ მხარეს არ არიან. იგივე პროფესიონალები. ახლა დღეს მაგალითად რუსთავი 2-მა ძალიან ისეთი აი სწორედაც რომ პროფესიულად გაკეთებული, აი ავეჯის შესყიდვის გამო ისე გადაუარა კოხტად იმას რა ქვია პრემიერ-მინისტრის. და თუმე არ შეუწყიდია პრემიერ-მინისტრს ეს ავეჯი. თუმე არ შეუწყიდია. ვერ გამაშია, ხო? ხო გაიგო რომ ავეჯი იყიდა. შეისყიდა, მაგრამ ის უარყოფა. იყო აი სადღობელაშვილი ახსენეთ. სადღობელაშვილი მარტო გოგონასთან ერთად მიუვარდა თურმე 40 ზონდერს. აი მივარდნები იცის ეს მაგბიჭმა ხარ გინდა. რამდენად უწყო უნდა იყოს ადამიანი, რომ ორი ადამიანი, ერთი გოგო და ერთი კაცი 40 კაცი მიუვარდეს. სულ აიჭერენ ხოლმე, მე რა მეამე. არა, მე სხვა რამეზე არა და ბოკერიამ გალახა. და გაბაშულმა და მთელმა ამ ზონდერებმა რა გამოცხადეს ტელევიზიით? რაო? მიუვარდენო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო იმას რა ქვია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ყველამ დაიჭირა. რეალურად ტერიტორია იყო იმათი, ანუ გულისხმობის ტერიტორია, პარლამენტის ტერიტორია ყველასია. გულისხმობის ისინი მიდიოდნენ სამსახურში. ისინი მიდიოდნენ სამსახურში. რა ქვია, ზუგდიდში ჩატარდა მშვიდობიანი მანიფესტაცია, გამოვარდნენ ახალია ზონდერები. ზუსტად ვიცი, დაცხეს ეგრეთ წოდებული დუბინკები მშვიდობიან მომიტინგეებს, რა თქმა უნდა, იქიდანაც მიიღეს ადეკვატური პასუხი და მთელმა საქართველოს დღეს იცის, რომ ვიღაცა გამგეობის თანამშრომლები მიუვარდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ოფისს არბევდნენ. აქეთკენ 5 კაცი არის თავგატეხილი, იქიდან კაციშვილი არ არის დაშავებული. მაგრამ ხო მithქვა ეს. ხო და ამაშია საქმე, მე მიხედავ რა კაცო. დღევანდელი. მე ვიცი, ბატონო სანდრო, ერთი კაცი, რომელსაც ბევრი ფული აქვს. შეგიძლია უთხრათ, რომ პიარისთვის დაამატოს თავრობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხო ითქვა, რომ დღეს რაღაც 200,000 ლარის ავეჯი შეიძინა. ყველა მიცის რომ არ შეიძინა, მაგრამ ის ითქვა და ვიღაცების გონებაში ჩაიბეჭდა და ეხლა დარწმუნებული ვარ სადღაც ქუჩაში, თბილისში, სოფელში, ბირჟებზე მიდის განხილვა იმის რომ შეხედა კაცო 200,000-ის ავეჯი შევდა, არ შეუდენია ამ კაცს ესისად ეხლა ხوارილის ქუჩა და ხوار დაიწყებს იმას რომ არ შემიძენიაო. რა თქმა უნდა, ჩვენი პლუსი და მინუსი ერთი რამ არის. პლუსი არის ის რომ ხელისუფლებას არ აქვს თავისი ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებლელიც კი არის ბევრად უფრო რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, როგორ ვიდრე ზოგიერთი ნაც ტელევიზია. მაგრამ ამავე დროს მინუსი რა არის? შენ არა გაქვს ტელევიზია, მაგრამ სამაგიეროდ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს რამოდენიმე ტელეკომპანია. რამოდენიმე ტელეკომპანია. რუსთავის გარდა კიდევ ტაბულა. ხო. არ არის? და კიდევ ახლა მიტმასნილი ისინი კიდე სხვა არის. რამოდენიმე ტელეკომპანია არის პარტიული ტელევიზია. პარტიულად იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აი ესეთი მიმართვა ეხლა საერთოდ დამოკიდებელი ჟურნალისტი და თუ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის, აც მოითხოვება. მე ვერ ვიქნები დამოკიდებელი, ვისაც რა უნდა იზღვა, ასეც არ ვიქნები დამოკიდებელი ჟურნალისტი. ჩემი აზრი მეკნება. არაადეკვატური რეაქციებზე საუბარი. როდესაც დამნაშავეები თავის მართლების პოზიციაში აყენებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი წესით არ უნდა იმართლონ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ადამიანები თავს იმართლებენ. შე შემთხვევაში პოლიტიკური გამოუცდელობის გამო, შე შემთხვევაში რაღაც პიარის არქონის გამო, მაგრამ გუშინდელმა ეთერებმა უпроსწორად და იმ პიარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა მე იმაში, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობს დიდ სიცრუის მანქანაში
დიდ სიცრუის მანქანაში და ამ სიცრუის მანქანაში ამ ქვეყანას აცხოვრებენ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან და ამ სიცრუის მანქანას საკითხის მინისტრის მოადგილე. კი ბატონო. მე ნუ გაცხოვრებთ, გენით რა. რა ვქნათ ახლა? აი თუნდაც პიარი რო თქვი. გახსოვს ახლა შეხო ტელევიზიასა რომ არ ხურავ. ეს არის შენი პლუსი. კი უნდა დახურავ. პირიქით ვაძლევ საშუალებას. ტელევიზიის დახურები გვეყო უკვე. კი ბატონო. ეგ ჩვეულებრივი ნორმალური ამბავია, მაგრამ ნუ ახლა ეს უკვე არანორმალურია ყველაფერი. იცით რაში არის საქმე? არანორმალურია. ტელევიზიის რიტმი, ტელევიზიით ცხოვრობდეს ქვეყანა. კაცო უყურებს ეს ხალხი ამ ტელევიზორს და ხარ მაშინ სხვა რამე მიეცეთ, პური მიეცეთ თუ სანახო. და იმ ტელევიზორმა კიდევ იციან ბევრ ჩემ კოლეგას და მეგობარს მინდა მიმართო. იმათ იციან, ვინ უნდა დააჯირონ თავიანთი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის პირისპირ. ანუ ვის უფრო ადვილად მოერევა ნაციონალური მოძრაობის ფალავანი ამ შემთხვევაში. მე ისრამევის ამბობ. ყველაფერს აკეთებენ. არ მეგონა რომ თქვა იტყოდი როგორც ყველაფერს აკეთებენ. არ ეწყინება ეხლა იქ ზოგიერთს. არა, ეწყინება და ეწყინოს, იმიტომ რომ აქ ჩვენ არ ვიქუთხარი, იმიტომ რომ 100%-იანს ამბობ. აი ეხლა თქვი, ზუსტად ის რაც არაერთხელ გვითქვამს რა. აი თეთრი ძაფით ნაგებია. მე მაგალითად 100 წლის განმავლობაში მე ჩემ თავზე გადამეტებული წარმოდგენა კი არა, 100 წლის განმავლობაში ესენი პირდაპირ ეთერში არ მიმიწვევენ. ერთადერთი ოაზისი არის, ეხლა იმიტომ კი არა ამ ტელევიზიაში ვარ, ოაზისი არის პალიტრა, რომელიც მართლა თავისუფალი ტელევიზია არის. და სადაც სანდრო ბრეგაძის მოდის, ვიღაცა ნაციონალიც მოდის, ვიღაცა ლეიბორისტის მოდის და გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის ხალხი მოდის, რომლებიც ჩემ პოლიტიკას გასავლიან, ხო? ეგეთი ადამიანებიც მოდიან, მაგრამ ეს არის ზუსტად, ეს არის თავისუფლების ოაზისი. მაგრამ იქ არ მიგიწვევენ შენ. იქ იციან ვინ უნდა მიიწვიოს. მე აი იმ ვისაც ამბობ იმას შეიძლება რომ უთხრათ რომ არ წახვიდეთ, ბიჭო, მოგიგებს. რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მithქვია რომ ტელევიზიაში გამოჩენა. ხო, ტელეეთერში გამოჩენა არ არის მთავარი. და ტელეკამერების წინ გამოჩენა არ არის მთავარი. იქ მთავარი არის რა შედეგს დავდებთ ჩვენ. და ეს ყველაფერი ეხა მიდის მთელი 2 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა რა არის? ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს. ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა არის ერთი რამ, რომ როგორმე პრორუსულობის იმიჯი მიაკეროს ამ ხელისუფლებას. მივედით მათ. არ არის, ჯერ ერთი მიკერელია, ისე აი მაგარი ძაფით არის მიკერელი. არ არის. მოიცოდეთ. როგორ არ არის, კაცო, მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ 1988 წლიდან პირადად მე ვებრძვი რუსეთის იმპერიას, თქვენც ხართ ამის მოწმე, ანუ თანამებრძოლები ვიყავით იმ დროიდან. შემდგომში 92 წელს დაგვამხო რუსეთის იმპერია, კაი, გავანებოთ ამას თავი. დღეს ვიძახი მე რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართებაში ეს არის წარმოუდგენლად რბილად რომ თქვათ უარყოფითი პოლიტიკა და ის რომ ჩემი ქვეყნის ახლა გინებას ვერ დავიწყებ აქ. ჩემი ქვეყნის ტერიტორიები, ძირძველი ტერიტორიები არის ოკუპირებული, სადაც დგანან ოკუპანტები და სანდრო ბრეგაძე ვერასოდეს ნორმალურად ვერ დაიძინებს და ერთ-ერთი ნორმალურმა ქართველმა ნორმალურად ვერ უნდა დაიძინოს მანამ სანამ იქ ერთი ოკუპანტი მაინც იდგება და სანამ იქ არ გავრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ამას აცხადებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი. ამას აცხადებს იგივეს აცხადებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. ყველა წარმომადგენელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აი, ვისთანაც გინდათ მიბრძანდით, რომელ მინისტრთანაც გინდათ, რომელ მინისტრის მოადგილესთანაც გინდათ, სულ ყველა გეტყვით იგივეს, რომ აქ არის ტერიტორიები ოკუპირებული, ასე შემდეგ, რაც მე ვთქვი. არა, მიუხედავად ამისა, ამათი მიზანი არის, რომ ამათი მიზანი არ ვიცი, არის მაგარ პრორუსულები. რატო ვარ პრორუსული? ამას რომ გეტყვი რატო ხარ? არა, მაგიტო არა. მოდი პირდაპირ ვინ მეუნება მე ამას? მაგიტო პრორუსული ხარ. გია ბარამიძე მეუნება, რომელიც 92 წელს რუსის ჯართან ერთად ავტომატს მესურვდა. გოგი თოფაძე მეუნება, შენ თან. გოგი თოფაძეს აქვს თავის პოლიტიკური პარტია. რომელიც კოალიციის წევრი. მას აქვს თავის პოლიტიკური ხედვა და გოგი თოფაძემ თავის პოლიტიკური ხედვის შესახებ უნდა ისაუბროს და ყველა ადამიანს აქვს საერთოდ გოგი თოფაძე რო ტელევიზიით გამოდის იქ ეწერება ქართული ოცნება ეწერება ტიტრი. ეხლა აი ეს ხარიჭხალი ჭიქაში არის რა ბატონი გოგის წინააღმდეგ მიმართული არა ბატონი გოგი კაცია კაცო რა შუაში გოგი თოფაძემ თქვა რომ გოგი თოფაძემ გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე რომ რა აი ხომ ხედავთ ნატოში არ გვიღებენ არა გოგი თოფაძე ვიგინახავთ ნატოსგან ხეირი ვის მიუღიაო და ამიტომ თქვენი გუნდა ვიღაცამ უნდა უთხრას ბატონ გოგისო ბატონო გოგი ვის მიუღია ხეირი და უნდა ჩამოუთვალო რომ ამან ყველა მიიღო ხეირი უნდა უთხრა ამაზე შიდა დისკუსია შეიძლება არის მაგრამ ვინ არის საქართველოს პირველი პირი დღეს ნუ პრეზიდენტი არა მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხო
ესე იგი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია არის კი ბატონო, რომელიც აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილი დადის და ყველგან იძახის რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური ცივილიზაციისგან მიმართულება ჩვენ მივიდივართ ევროკავშირისგან ნატოსგან მივიდივართ ეხლა რა ქნას ეს იცი რატომ ხდება რატომ ხდება ეს ხდება ყველაფერი იმისთვის რომ ამ ხელისუფლებას თავისი უნიჭო მცდელობებით თვითონ რუსეთის აგენტურამ მიანიჭოს პრორუსულობის იმიჯი და შემდგომში აქ განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელიც უნდა დამთავრდეს ხელისუფლების ცვლილებით. ეს ადამიანები ძალიან ლოგიკური სცენარია და შეიძლება ასეც იყოს. ემზადებიან საქართველოს სისხლის ზღვრისთვის. მათ სისხლის ზღვა უნდათ. ისინი არ არიან, ისინი 92 წლიდან არიან პუჩისტები. 92 წლიდან აქვთ ხელი გასული ქართველების სისხლში. გენერალ ბეპაევთან ერთად რომ ადამიანი და დავასახელო ყველა თავის პირველი პირიდან დაწყებული უკანასკნელი მთელი საპარლამენტო დეპუტაცია 2-3 კაცის გამოკლებით გენერალ ბეპაევის მიერ შედგენილი კალაშნიკოვებს გვესროდა რუსის ჯართან ერთად თავრობის სასახლეში და ამაზე დღეს ვითომ ეს არ გაუკეთებია ეს ადამიანები მეუნებიან ვალერიან ნოვოდვორსკაიას რომელიც რუსეთის ოპოზიციის ლიდერი იყო იმაში რა ქვია უნივერსიტეტის ბაღში რომ ცემდნენ და იმის გულისთვის რომ როგორ ახარ პროდასავლურად მოაზროვნო ეხა ეს ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ პროდასავლურობაზე პროდასავლურობა არის დემოკრატია დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია დღეს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა ბევრი რამე უნდა გაკეთებულიყო რომელიც შეიძლება იმ დროში არ მოესწრო რომ გაკეთდა მაგრამ დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება და ამ თავისუფლებას უნდა დაფასება და ვერც ერთი წარსულის მაჯლაჯუნა რომლებიც ადამიანებს გაუპატიურებენ და მკვლელობით უკან დაკავებულები. ეს ადამიანები ვერ მოახერხებენ იმას, რაც აქვთ მათ ჩაფიქრებული და ვერც ის თავისგან კონტროლირებადი პირ საშუალებები უშველიან მათ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი იყო რომ ამ ყველაფერზე თავიდანვე გვესაუბრა, მაგრამ იცით რომ თქვენთვის ჩვენი ეთერი ღია, იმედია კიდევ მე ძალიან მეშინია მაინც 21 მარტის იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. ნახვამდის. მადლობთ.